პოროშენკოს ექსპერიმენტი სამი უცხოელი მინისტრი არსენ იაცენიუკის კაბინეტში. აქედან ერთი ქართველია ალექსანდრე კვიტაშვილი, ერთი ლიტველი აივარას აბრამოვიჩი, ერთი ამერიკაში ემიგრირებული უკრაინელი ნატალია იარესკო. მხოლოდ ერთმა იცის უკრაინული ენა, ორი ენის კურსებზე ჩაეწერა, სამივე მოარი თქვა მოქალაქეობაზე, ორმა უკვე მიიღო უკრაინის მოქალაქეობა, ერთი ამერიკის შეერთებული შტატების კანონმდებლობით დადგენილ პროცედურებს ელოდება. იაცენიუკის მისიონერული გუნდი, ასე უწოდეს უკრაინის ახალ მთავრობას. ადგილობრივი მედიის ცნობით ჯანდაცვის მინისტრები ხმის სიჩქარით იცვლებოდნენ ფარმაცევტული ომების ფონზე. ქეთი ფარცხალაძე მოგვიყვება ჯანდაცვის ყოფილი მინისტრის ახალი მისიის შესახებ. ეს კიევის მეხუთე საავადმყოფოა, კლინიკა მერიის ბალანსია. ერთი შეხედვით ნორმალური გარემოა, გარემონტებული, მოწესრიგებული დერეფნებითა და პალატებით. თუმცა მთავარი ექიმის საავადმყოფოს სხვა მახასიათებლებით აღწერს. მოქალაქეები სამედიცინო მომსახურების მიღებას ხშირად ვერ ახერხებენ. საჭირო თანხა არ აქვთ, საბიუჯეტო დაფინანსება კი არასაკმარისია. За 11 лет я вот здесь вот главным врачом. 11 წელია ჯანდაცვის სფეროში მუშაობ. ამაზე უარესი სიტუაცია არ მახსოვს. დღეს საავადმყოფოს არ აქვს ფული მედიკამენტებზე, პაციენტთა კვებაზე. პენსიონერებს სოციალურად დაუცველებს კი არ აქვთ საშუალება რომ იმკურნალონ. რას ველოდები? ველოდები რომ რეფორმა არ იქნება მხოლოდ სიტყვებით. მედიკოსები ჯანდაცვის ახალი მინისტრისგან ახალ პოლიტიკას ელიან, შესაბამის ანაზღაურებასა და კლინიკებისთვის დაფინანსების გაზრდას. ალექსანდრე კვიტაშვილის სტრატეგიას რამდენიმე დღეში წარადგეს, თუმცა მანამდე პირველსავე სამუშაო დღეს პრიორიტეტული თემები განსაზღვრა. ერთ-ერთ მთავარ პრობლემაც სატენდერო სისტემა დაასახელა. ხალხს, რომელიც ელოდება სპეცმედიკამენტებს, მაგალითად ოქტომბერში ვერ მოახერხეს შესყიდვა, იმიტომ რომ გაუმართავი სისტემა არსებობს. კატასტროფული მდგომარეობა რეგულაციების მიხედვით, იმდენად რომ პრაქტიკულად არც ერთი არ მუშაობს ეფექტურობის კუთხით, თუნდაც აღიარებენ უკრაინელები, რომ მათი ჯანდაცვის სისტემა არის დღეს იმ მდგომარეობაში, რომელიცშიც საქართველო იყო 96 წელს. სწრაფი პროგრესის მოლოდინით შეარჩიეს უცხოელი წარმომადგენლები უკრაინის უმაღლეს რადაში. პეტრო პოროშენკოს ინიციატივას აქაც ინტერესით აკვირდებიან. თუ ახლა ამაღლებული ინტერესია ზოგადად მთავრობის მიმართ, ამ პირების მიმართ კიდევ უფრო მაღალი ინტერესია. ჩვენ ისინი წარვადგინეთ და ერთგვარი განაცხადიც გავაკეთეთ, რომ ისინი ავირჩიეთ როგორც საუკეთესოები. ფიქრობ, მათ რთული დღეები ელით. მათგან ელოდებიან, რომ სისტემასთან გარიგებაში არ შევლენ და მკაცრ, სწრაფ და ეფექტიან გადაწყვეტილებებს მიიღებენ. ლიტველი აივარას აბრომოვიჩუსი, ამერიკელი ნატალია იარესკო და ქართველი ალექსანდრე კვიტაშვილი. უკრაინის უმაღლესი რადა სამი უცხოელით ერთგვარ ექსპერიმენტს იწყებს.